მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღემშვიდობისა ტელეკომპანია მეგატივს უყურებთ. გადაცემა შუადღე ქუთაისში დაიწყო პირდაპირ ეთერში. მე გახლავართ ამავე გადაცემის წამყვანი ნანა თევდორაძე. მაქვს პატივი დღევანდელი დღე გავატაროთ თქვენთან ერთად. პარასკევია, კვირის ბოლო სამუშაო დღე, ჩვეულებრივი და ტრადიციული ქარი ქრის ქუთაისში, მაგრამ იმედია მაინც აგაზაფხულო და მხიარული განწყობა სოფევს თქვენში. გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ. ბატონი გელასიორდია გვეწვია იურიდიული დახმარების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა დასავლეთ საქართველოს ბიუროს უფროსი. ჩემთვის ყოველთვის მოკლედ პატივისცემით არის გამსჭვალური თითოეული სტუმრობა, რაც და ის თანამშრომლობა, მეგობრობა, რაც ბატონ გელას აკავშირებს ამ გადაცემასთან. არც დღევანდელი ეთერი არის გამონაკლისი. მოგესალმებით ბატონო გელა, თავს როგორ გრძნობთ მიუხედავად ყველაფრისა, რაც მსოფლიოში ხდება, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება და რაც ლოკალურ დონეზე ხდება, განწყობა როგორია თქვენი? მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მოგესალმებით მეც თქვენს მაყურებელსაც მივესალმები. განწყობა რა ვიცი იმედიანი ალბათ მაინც რომ ეს სამყარო მსოფლიო გონს მოეგება, ამდენ ომს დავიდარებას თავს დავახცევთ და ოდესღაც მაინც დამყარდება მშვიდობა. ამ იმედით რა ვიცი რამდენად რეალისტური მოლოდინი და იმედი არის, ამას გამოაჩენს არც თუ ისე შორეული მომავალი. იმედია, ჩვენ ადამიანები ეგოისტები ვართ და ალბათ ჯერ საკუთარ მიზეზს თუ ვზრუნავთ, ხოლმე მეტნაკლებად ამაში გასაკითხი არაფერია. იმედია ჩვენც მოვესწრებითო თუ როგორ არის ეს ფრაზა, იმედია მეც მოვესწრებია. ამ ყველაფერს მაგათ ასაკი გვაძლევს უკვე მის საშუალებას და თქმის უფლებას, რომ აი ასე შევხედოთ ამ საკითხს. მადლობა ისევ და ისევ რო გვეწვიეთ, მოგვიხსენება ყველას თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, რომ როგორი დატვირთული შეიძლება იყოს თითოეული დღე და თითოეული საათი, ამიტომ თემას, რომელსაც გავაჟღერებ, ერთი კვირის წინანდელი პერიოდი შეიძლება უფრო შეეფერებოდა ქალთა უფლებებზე მოგსაუბარი, თუმცა ფიქრობ გამოწვევებზე და საკითხებზე, რომელიც ზოგადად ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას ეხება, არასოდეს არ არის გვიანი რომ ვისაუბროთ და ჩვენ კონკრეტულ რიცხვებს არ ველოდებით ხოლმე და ესეთ თარიღებს. ისედაც მარტი ქალების თუ არის და ასე რომ მგონი არ დავაგვიანებთ ძალიან. კარგი, თქვენ მოდი ტრადიციული შეკითხვით გადმოვინაცვლებ. ქალთა და მარტს შორის რაიმე სხვაობასთან კავშირს ხედავთ თქვენ თუ ფიქრობთ რომ არაფერი არის? ქალთა და ხო, ზოგადად ქალსა და მარტს შორის. აჰა. არა, მე ახლა ესე თან ქალთა უფლებებზე უნდა ვისაუბროთ და არ მინდა რაღაც სექსისტური განცხადებები გამომივიდეს, ან ხო. ასე რომ მან გვიპასუხეთ. ანუ გიხდებათ ქალებს ალბათ. ყველა ადამიანი ვართ ინდივიდუალური და ის ხასიათი თითქოს რაც ახლა არის ხოლმე რომ აი მარტის და ქალის ხასიათი გავსეთმენს, კაცებიც მინახავს ესეთი ნუ მარტი ამინდიდან გამომდინარე ხო, მერყევი ამინდი ერთ დღე შეიძლება მზიანი იყოს, მეორე დღე წვიმიან ქარიანი და თოვლიანიც კი შესაძლებელია იყოს. დაახლოებით ამას, მაგრამ მამაკაცებიც ვართ ხოლმე ესეთ ხასიათის მატარებლები და ასე რომ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ხო ვიღაცისთვის. კეთილი. მოდით ჩვენს ირგვლივ თერმეტად ძალადობრივი გარემოა ხო, მცირერიცხოვანიერი ვართ, თუმცა ეს ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ხელს არ გვიშლის, ან თუნდაც მრავალრიცხოვანიერი რატო უნდა იყოს ერთმანეთის მიმართ სიძულვილი. ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის კუთხეც ჩვენს ქვეყანაში რამდენად შეიძლება პოზიტიურ ჭრილში რომელიმე საკითხი განვიხილოთ არ ვიცი, მაგრამ ზოგადად რო შევეხოთ და შემდეგ ჩამოვიდეთ და ქალთა უფლებებზე ვისაუბროთ. თქვენ აი ბოლო 10 წელს გადაავლეთ თვალი ხა თქვენს გონებაში, რამდენად მოასწრებთ რამდენიმე წამში და წინ სად წავედით ან სად ვართ დამუხრუჭებულები რომ გითხრათ. ხო, ძალიან საინტერესო შეკითხვა არის, რომ 10 წლის წინ რა ხდებოდა ამ კუთხით უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით და დღეს რა ხდება. რა თქმა უნდა, გამოწვევები ყველა არამოწურულა და გამოწვევები ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრია და ეს არ არის მარტო დავუშვათ ქართულ საზოგადოებაში არსებული გამოწვევები ან პრობლემები ამ უფლებების დაცვის კუთხით, ზოგადად თითოეულ სოფლიოში არის ეს უფლებები, რაც განაპირობებს ქალთა არათანაბარ უფლებრივ მდგომარეობას მამაკაცებთან შედარებით, ხო? ცოტა ისტორიული რაკურსიც არის, აქ ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი, რომ რატო არის, რომ მაგალითად ქალების უფლებებზე უფრო მეტს ლაპარაკობთ, ვიდრე მამაკაცების უფლებებზე. ხო, მამაკაცების უფლებიც ხო იგივე რეალურად როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი ადამიანის უფლება შეიძლება დაირღვეს პოტენციურად. მაგრამ განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მამაკაცის უფლება შეიძლება დაირღვეს, იმიტომ რომ მაგალითად მე დამსაქმებელმა უბრალოდ არ გადამიხადა იმდენი რამდენიც ვიმუშავე, ზეგანაკვეთური მამუშავა და არამინაზღაურა, მაგრამ აქ ჩემი სქესი ამ არათანაბარ ან არათანასწორ მოპყრობაში ან არასამართლიან მოპყრობაში გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. განსხვავებით ქალთა უფლებებზე როცა ვსაუბრობ, შეიძლება ქალს მოეპყრონ
არა სამართლიანად, არასწორად, არათანასწორად, იმიტომ რომ ის არის უბრალოდ ქალი. ეს მსოფლიო ტენდენციაც არის. დიახ, მსოფლიოშიც არის, რა თქმა უნდა, იმიტომ არის, რომ არ ვიცი ხა მამაკაცთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენცია არ მახსენდება ესე, არ ვიცი ხა არ მაქვს პრეტენზია ცხადია რომ ყველა რაღაცა კონვენცია და საერთაშორისო ხელშეკრულება წაკითხული მაქვს და ნანახი მაქვს და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცა ამსმენია რომ რაღაც მამაკაცთა უფლებების დაცვის კონვენცია არსებობდეს, მაგრამ არსებობს არაერთი ქალთა უფლებების სხვადასხვა კუთხით უფლებების დაცვის კონვენცია, რაც ცხადია იმაზე მიუთითებს რომ ეს არ არის მარტო ქართული პრობლემა და მსოფლიოში არსებობს ეს პრობლემა და ახლა ჩვენ არც თუ ისე შორეულ სამეზობლოშიც გვინახავს ხო რამოდენიმე არც თუ ისე შორეულ წარსულში რამოდენიმე თვეების წინ განვითარებული მოვლენები, როცა უბრალოდ ქალი უნივერსიტეტში თავსაბურავის გარეშე მისვლის გამო ფაქტიურად სიკვდილით დასჯაზე მიდიოდა საუბარი, თუ დასაჯეს აღარ მახსოვს ახლა ეს დეტალი, მაგრამ ნუ რაც ჩვენს საზოგადოებაში შეიძლება საცილოდ ჟღერდეს და საერთოდ აქტუალური თემა არ იყოს, სადღაც შეიძლება ქალი იმიტომ მოკლან, რომ უბრალოდ მან გადაწყვიტა, რომ სასწავლებელში მივიდეს გაშლილი თმებით ელემენტარულად, ხო? ამ ყველაფრის საპირწონედ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენთან ქალთა უფლებები დაცულია, ხო? ეხლა ხო, ნახეთ, ეგ ყველაფერი არის შედარებითი, ხო? ხო, ფარდობითი არის, ანუ ეს ხო ისეთი უფლება არის, ხა თმას გავიშლი, მივალ თუ არა, ამის გამო შეიძლება მე მომკლან, ან საჯაროდ გამროზგონ ამის გამო, ხო? სასჯელი როგორ არის? ცით, რაც საზოგადოება გაჩნდა და პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი შეიქმნა, იმის შემდეგ საზოგადოების წევრები შეთანხმდნენ მეტნაკლებად, რომ იმის რომ რაღაც წესებზე შეთანხმდნენ, რომ ამ საზოგადოებამ რომ იარსებოს, ეს წესები ყველამ უნდა დავიცვათ და ამ წესების დარღვევისთვის ყოველთვის არსებობდა შესაბამისი სასჯელი. ძირითადად ეს მთელი საუკუნეების განმავლობაში ეს იყო სხეულებრივი სასჯელები, მაგალითად გაროზგვა, ჩამოხრჩობა პირობითად, ხო, საჯაროდ მოედანზე აღჩობდნენ ადამიანებს და ილია ჭავჭავაძის აღჩობელაზე ყველას გვაქვს ალბათ, ხო, გენიალური ნაწარმოები წაკითხული. აი ესეთი დღეს უკვე ეს უარყო, ხო, ცივილურმა სამყარომ, რომ სასჯელი არ არის ის, რომ მარტო დასჯის კომპონენტს აღარ შეიცავს სასჯელი. დასჯის კომპონენტთან ერთად შეიცავს გამოსწორების კომპონენტს, რესოციალიზაციის კომპონენტს, სამართლიანობის აღდგენის კომპონენტს და ასე შემდეგ. ხო, შესაბამისად, სასჯელს საჩვენებლად კი არ ვიყენებ ჩვენ, არამედ ამ დამნაშავესაც ვეხმარებით ამ შემთხვევაში, რომ კი შეცდა, ჩაიდინა დანაშაული, დაარღვია ის დადგენილი წესი, რაზეც ჩვენ ვართ შეთანხმებულები, მაგრამ ვაძლევთ მას შანსს და შესაძლებლობას იმისა, რომ იმუშაოს საკუთარ თავზე, ჩვენც ვეხმარებით, სახელმწიფოც უნდა დაეხმაროს მას, ამაში რომ გამოსწორდეს და საბოლოო ჯამში ღირსეულ წევრად დაბრუნდეს საზოგადოებაში. მაგრამ გააჩნია ალბათ რა ტიპის დანაშაულზე არის, ხო, საუბარი? დიახ, ხო, რა თქმა უნდა გააჩნია ამაზეა დამოკიდებული რამდენ ხანს ვიმუშავებთ მის გამოსასწორებლად, ხო? ზოგიერთ დანაშაულისას შეიძლება 1 წლით გაუშვათ ადამიანი ციხეში, ზოგიერთთვის 10-თან კიდევ უფრო მეტი წლით, ხო? რა თქმა უნდა გააჩნია რა დანაშაულზეა საუბარი. ჩვენი რადგანაც ახ ქალთა უფლებებზე ვსაუბრობთ, აი ესთან ნელ-ნელა უფრო რელევანტურ საკითხზე რომ გადავიდეთ, რა ხდება ქალთა უფლებების კუთხით და პირობითად, აი სასჯელები როგორი გვაქვს ქალთა უფლებების დარღვევის კუთხით. საკმაოდ მკაცრი სასჯელები გვაქვს რეალურად ჩვენს ქვეყანაში. იგივე მაგალითად სექსუალური ძალადობების შემთხვევაში, ხო, ახლა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მარტო ქალი არ მოიაზრება, რა თქმა უნდა, შეიძლება მამაკაციც იყოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ну, სტატისტიკურად უფრო ხშირ შემთხვევაში ქალები არიან თუნდაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლები. ძალიან მკაცრი სასჯელები გვაქვს, ანუ ადეკვატური და საკმაოდ მკაცრი სასჯელები გვაქვს. აი, რას გულისხმობს? მაგალითად, აი, რო ავიღოთ, ხო? თუნდაც ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი, ხო, ნებაყოფლობის სქესობრივი კავშირი სრულწლოვან ადამიანებს შორის არ იჯდება, ცხადია, არც არაფრით, მაგრამ თუ სრულწლოვანი ადამიანი არასრულწლოვანთან 16 წელს მიუღწეველთან, მოდი უფრო ზუსტები რო ვიყოთ, 16 წელს მიუღწეվել პირთან, თუნდაც ნებაყოფლობით სქესობრივ კავშირს დაამყარებს, 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება მას ამის. ანუ ძალადობა საერთოდ გამორიცხული არის, უბრალოდ კანონმდებელი ალბათ დამეთანხმებით ამაში, რომ სავსებით სწორად მიიჩნევს, რომ 16 წლამდე პირს საკუთარ სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გააჩნია იმენი განათლება, რომ იქ გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღოს და ამიტომ სჯის, რომ სრულწლოვანმა ადამიანმა 16 წელს მიუღწეվել პირთან თუ დაამყარა სქესობრივი კავშირი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნებაყოფლობითი და არა ძალადობრივი თუ დაამყარა, შეიძლება არასრულწლოვანი, შეიძლება უვადო თავისუფლების აღკვეთაც კი დაენიშნოს ასეთ შემთხვევაში.
ამიტომ ნებაყოფლობითის დროსაც კი 7-დან 9 წლამდე დამეთანხმებით ალბათ რომ საკმაოდ კაცრი სასჯელი არის და საკმაოდ ხანგრძლივი ვადით იქნება გაშვებული ეს ადამიანი საჯელახსოვრების დაწესებულებაში. და ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ცნობიერებაზეც. რადგანაც ახლა მე პრაქტიკოსი ადვოკატი ვარ და ეს ვახსენე ახლა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუწევლთან, როგორ ხდება ესეთ დანაშაულების გამოვლენა. ანუ ნებაყოფლობითი რას გულისხმობს, ხო? ნებაყოფლობითი გულისხმობს, რომ ორივე ადამიანს ეს ურთიერთობა უნდა, იმ ბავშვსაც და ამ ზრდასრულსაც. შესაბამისად, ალბათობა იმისა, რომ ამადგან რომელიმე პოლიცია ისწავლა ან ის სრულწლოვანი ადამიანი თვით აღიარებით, რომ აი მე ესე დამემართა და აგერ დამსაჯეთ, ან ეს ბავშვი, რომ აი მე ესე ნებაყოფლობით დავთანხმდი მას ურთიერთობაზე, მაგრამ მე გავიგერო დანაშაული ყოფილა და ახლა დაიჭირეთ, ძალიან მცირე არის. მაშინ როგორ იხსნება ესეთ დანაშაულები? ესეთ დანაშაულები იხსნება სამშობიარო კლინიკების დახმარებით ძირითადად. ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც 16 წელს მიუწეველი პირი სრულწლოვან ადამიანს მოყავს ჭყალებში ცოლად. იმიტომ რომ ჩვენთან ქორწინება 18 წლამდე დაუშვებელი არის, 16-დან 18 წლამდე მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი ისიც გამონაკლის შემთხვევაში. მოკლედ, აი ასეთ შემთხვევაში კლინიკას აქვს ვალდებულება, რომ თუ 16 წლამდე პირი იმშობიარებს მათთან, შეატყობინონ სამართალდამცავ ორგანოს და სამართალდამცავი ორგანოც მერე ახდენს რეაგირებას. ჩვენ ხო ლავირების მეთოდები ვიცით, გრთამებიც უყვართ ჩვენს ქვეყანაში. ხო შეიძლება გამოიყენოს თქვა აი ამ სრულწლოვანმა ექიმთან მიმართებაში და ეს საქმე ყოველთვის გახსნილი არ იყოს, ან საერთოდ მიწის ქვეშეთში გააჩინოს შვილი, ხო? ხა. კი, ეს რისკი იმატებს მერე უფრო ვიდრე გრთამთან მიმართებაში, იმიტომ რომ ხა ცოტა ძნელად წარმოსადგენია რომ აი ისეთი გრთამის შესთავაზოს, ახლა გრთამი რო აიღოს იმ ადამიანმა უნდა უღირდეს, მოდი ესე ვთქვა, ხო ახლა ამ ადამიანმა იმ ექიმს იმ ხელა რა გრთამი უნდა შესთავაზოს, რომ მე მან მისი პასუხისმგებლობა დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ ხა დღეს უკვე თანამედროვე პირობებში შეუძლებელია რომ ბავშვმა დაბადების უწოდება არ აიღოს მაგალითად, იქ დედა მიეთითება რას, ანუ ეს ვერ დაიმალება საბოლოო ჯამში და მაინც სახელმწიფო გახდება იძულებული და ვალდებული რომ ამაზე მოახდინოს რეაგირება და თუ ვინმე ევალებოდა რომ ეცნობებია თავის დროზე და არაცნობა ასეთ შემთხვევაში მასაც მოეთხოვება ცხადია პასუხი და აგებენ ამისთვის პასუხს მექიმი იქნება ეს ბებიაქალი თუ რა ვიცი ვინც პასუხისმგებელი იყო მოკლედ ან კლინიკის იურისტი ვისაც უნდა მიეწოდებია სამის ორგანოსთვის ეს ინფორმაცია და თუ არ მიაწვდის მას დაეკისრება ამისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. აქ პრობლემა ცნობიერება რატო გაუსვი და განათლებას ხაზი რომ აი ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ რომ აი 14 უბრალოდ შემთხვევაში ნებაყოფლობითი არის ესეც ორივე ოჯახი როგორც გოგოს ასევე ბიჭის ოჯახი ზეიმობს ამ დროს რომ შვილიშვილი შეეძინათ ეს შობლებით ზეიმობენ თვითონ გოგოც ბედნიერია დედა გახდა ახალი ცოცხლე მოვავლინა მამაც ბედნიერია და ამ დროს სახელმწიფო მიდის ყველა ბედნიერია წარმოიდგინეთ როგორი ერთი შეხედვით როგორი სიტუაცია ექნება რომ ამ ადამიანების ნაცნობები ვინც არიან ყველა ბედნიერი არის ამ ამბით მოხარულია რომ აგერ დაოჯახდა კარგ ოჯახში მოხვდა აგერ უკვე შვილიც ეყოლა შულს გაუზდიან როგორც ოჯახს ეგ ქვეყანას და ამ დროს ბჭყალებში ბოროტი პროკურორი მიდის და ბრალს უყენებს ამბიც ანუ რატო ხო ჩდება ამ ადამიანებში ლოგიკური შეკითხვა რომ რა დააშავა ჩვენმა შვილმა შრომობს ცდილობს ოჯახში შეინახოს და ცოლს არაფერს არ მოაკლებს დიახ ცოლს არაფერი არ მოაკლოს შულს არაფერი არ მოაკლოს მაგრამ დანაშაული სწორედ ის არის რომ პედოფილია რო ვახსენოთ ახლა ჩვენ ხო 10-დან 10 ადამიანი ან 100 ადამიანს რო ვკითხოთ 100-დან 100 ადამიანი ხო იტყვის რომ ეს არის ყველაზე ცუდი დანაშაული, ყველაზე აუტანელი დანაშაული არსებობს, კარგი დანაშაული არსებობს ხადია, მაგრამ ნუ აი ყველაზე ესეთი მიუღებელი და აი ხშირად რო ესეთი ფაქტები რო მასმედიით რო გაჟღერებულა, აი ლინჩის წესით გასამართლებასაც კი ითხოვენ ასეთი დანაშაულების ჩამდენის. ესეც ხო პედოფილია არის. რა მნიშვნელობა აქვს პედოფილიას? კარგი განზრახვით ჩაიდან თუ ცუდი განზრახვით. ხო, ანუ თუ სრულწლოვანი ადამიანი არასრულწლოვანთან ამყარებს სქესობრივ კავშირს, ეს არის პედოფილია. სხვა არაფერი არ არის. ახლა ეს ცოლად შეირთე და იმიტომ დაამყარე სქესობრივი კავშირი თუ უბრალოდ ბოდიში ამ გამოთქვაზე, მაგრამ ცხოველური ჟინი დაიკმაყოფილე, ამას რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს? ხო, შენ ბავშვთან დაამყარე სქესობრივი კავშირი და ჯერ თვითონ ბავშვია და ამას კიდე სხვა ბავშვის გაზრდა უწევს, როცა ჯერ თვითონ არის ესე რომ ვთქვათ გასაზრდელი და ჩამოსაყალიბებელი როგორც ადამიანი და პიროვნება და ამიტომ რომ ჩვენ მშობლებმაც უნდა ვიცოდეთ რომ კი არ უნდა გაგვიხარდეს რომ ჩვენს გარშემო ბავშვი გათხოვდა და
გილოცავ კი არა, პოლიციაში უნდა რეკავდი ამ დროს, როგორ შეიძლება ვიღაცამ წაიყვანა 14 წლის, 15 წლის ბავშვი და ცოლი დაარქვა მას და აკიდა ეს ამხელა ტვირთი და პასუხისმგებლობა, რაც არის ოჯახის შექმნა. მაგრამ სტატისტიკურად აი თუ 20 წლის თუ კან გადავალთ ეს შემთხვევები ხომ გახშირებული ალბათ უფრო შეიძლება ვთქვათ მაშინ იყო და ახლა სტატისტიკა მოიკლებდა. კი, საბედნიეროდ. რაღაც კუთხით ხო ამაღლდა. დიახ, რა თქმა უნდა, ამაღლდა. ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ ადამიანები ბევრმა უკვე ისწავლა, რომ დუმილი არ არის გამოსავალი. როცა ძალადობას ისინი აწყდებიან, ან ოჯახის მხრიდან, ან სამსახურში, ან ავიცი სხვა ნებისმიერ ადგილას, ისწავლეს, რომ ეს არ არის მათი ბრალი და დუმილი ამის წამალი არ არის. პირიქით, დუმილი უფრო აძლიერებს მოძალადეს, რომ აი ვერ მიდის ვერსად, ჩემს იქით გზა მაინც არ აქვს და რასაც მინდა იმას გავუკეთებ, რასაც მინდა იმას უზავ. სამისად ლაპარაკი რომ დაიწყო ამ საქმეზე, სახელმწიფოც გახდა იძულებული, სახელმწიფოც გამოიჩინა კეთილდება, რომ დაეწყო შესაბამისი ზომების მიღება. ადრეც გვითქვამს ეს თქვენთან ეთერებში, რომ ნუ სისხლის სამართლის კუთხით აქ საერთოდ არაფერი არ უჭირს სახელმწიფოს, იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში კი საკმარისია, რომ ეს პოტენციური მოძალადე მიაბრძანონ იქ, სადაც საჭიროა, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს მოძალადე ხო ბრუნდება ის სოციუმში თუ ეგრეთ წოდებულ უვადო პატიმრობასთან არ გვაქვს საქმე. რამდენად ხშირად იცნობს და ხდება პრეცედენტი უვადო პატიმრობის საკუთრებად და თქვენ როგორ ხედავთ ამ საკითხს? უვადო პატიმრობა მხოლოდ ძალადობის შემთხვევაში რა თქმა უნდა არ ინიშნება. უვადო პატიმრობა მხოლოდ ძალიან მძიმე შემთხვევაში, როცა ფემიციდის შემთხვევა გვაქვს მაგალითად. ან არასრულწლოვნის გაუპატიურებას ეხება საქმე, ამ დროს შეიძლება მხოლოდ დაინიშნოს ახლა ქმარმა ცოლი ცემა ან სამსახურში ხელმძღვანელმა თანამშრომელი ქალი შეავიწროვა, ამისთვის უვადო პატიმრობა ვერ დაინიშნება ცხადია, იმიტომ რომ კანონი არ ითვალისწინებს და მაგალითად ქმრის მიერ ცოლის ცემა, ესე რომ ვთქვა, ძალადობა კანონის სიდაზე ამას ძალადობა ქვია. პირველი შემთხვევა თუ არის ეს და დასამართლებელი არ ყოფილა ეს პირი, სადაც 1 წლამდე თავისუფლების აკვეთით ისჯება, იმიტომ რომ ამ ცემის შედეგად თუ რაღაც დაზიანებები მიიღო, ის უფრო მკაცრად ისჯება, იმიტომ რომ სხვა კვალიფიკაციას იძლევა და მარტო ძალადობით არ შემოიფარგლება ამ დროს ამ ადამიანის პასუხისმგებლობა. უფრო მკაცრად ვერც დასჯიდა, იმიტომ რომ მაშინ უფრო მძიმე დაზიანებების შემთხვევაში სხვა რა უნდა ეკნა. ციხე, როგორც თქვით, არ არის მარტო ადამიანების გამოსაკეტი დაწესებულება, რომ გარესამყაროსთან კონტაქტი რო აუგზავნოთ. ციხეში შეიძლება სწორი მუშაობის შემთხვევაში მოძალადებს ჩვენ ვასწავლოთ ძალადობრივი ქცევა თავის თავში როგორ დაძლევს. უნდა იმუშაოს ამ საკითხებზე. სახელმწიფომ რა თქმა უნდა, ციხეში ხა სხვა მე და თქვენ პირობითად პატიმართან არავინ შეგვიშვებს, ხო? სახელმწიფო შეუძლია შექმნას სამსახური სტრუქტურა, რომელიც აქამდებს მსგავსი ტიპის სერვისები. მსგავსი ტიპის სერვისები გვაქვს, უფრო კარგად განვითარებული არასრულწლოვან პირებთან მიმართებაში. სრულწლოვნებზე ეს არა გვაქვს, თუმცა ქალთა მიმართ და ოჯახ ძალადობის აღკვეთის და პრევენციის შესახებ კანონის მიხედვით, რომელიც 2007 წელს იქნა, თუ სწორად მახსოვს, მიღებული 20 წელი არის გასული ამ კანონის მიღებიდან, 20 წლის წინათ კი ჩავწერეთ ჩვენ, რომ მოძალადეს თუ ამის საჭიროება არსებობს, უნდა დაევალოს, რომ გაიაროს სარეაბილიტაციო ღონისძიება. ძალიან მარტივი ამბავი არის, ანუ ადამიანი რატო ძალადობს, ხო? არსებობს ესეთი თეორია, შესწავლილი ქცევის თეორია ქვია ამას. როცა ძალადობრივ გარემოში იზრდება ბავშვი, ის ამას იღებს ნორმად, რომ აი მაგალითად მამა დედას რო ურტყამს, ეს არის პრობლემის გადაჭრის ადეკვატური გზა. გოგოებიც რო ხედავენ, რომ აი მამა დედას ურტყამს და დედა ამას ითმენს, არ მიდის პოლიციაში, ჩვეულებრივი ამბავი ხდება, ისიც ხდება, რომ ისიც რო გათხოვდება, თუ მისი ქმარიც ანალოგიურად მოექცევა, ეს ნორმა არის. აი დედა ხო იტანდა და მეც უნდა ავიტანო, ეს ჩვეულებრივი ამბავი არის. არ ვიცი, ჩვენ და ხო ბევრ რაღაცაში ესე ვზრდით ხოლმე შვილებს, რომ აი ქმარს უნდა დაემორჩილო და არ უნდა იდეალურ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ცოლი და ქმარი ერთმანეთის ინტერესებს ითვალისწინებენ და ერთმანეთის სურვილებს პატივსცემენ, ხო? როცა ჯანსაღი ურთიერთობა არის, მაგრამ ეს როცა არის მხოლოდ ერთი მხრიდან წამოსული სურვილების ასრულება, ან როცა ამ სურვილებს ახლავს ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე მონობის ფორმა არის უკვე სურვილები, რომ რაღაცა ყველა საქმე ამ ქალმა უნდა ასრულოს და ეს მხოლოდ თამადად უნდა იაროს ქმარმა სხვადასხვა სუფრებზე, რა თქმა უნდა, აქ უნდა
ამოიღოს ხმა, მაგრამ თუ მას ეს არ ასწავლეს, რომ აქვს ხმის ამოღების უფლება, აქვს ეს უფლებები, ნუ დღეს ახლა არ ვიცი, ალბათ ცუკერბერგს ერთ რაღაცაში მადლობა ნამდვილად უნდა უთხრათ, რომ ცნობიერების ამაღლება დღეს ისე მარტივია, როგორც არასოდეს, იმიტომ რომ რა ვიცი, ახლა მე მყავს Facebook-ზე მეგობრებში 70 წლის და კიდევ უფრო მეტი ასაკის ადამიანები, ჩემი ნაცნობები ან ათესავები და თითქმის ყველა თაობის ადამიანი შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე არის ამ სოციალური ქსელის მომხმარებელი, ათასნაირი ინფორმაცია ვრცელდება და შეგიძლია ელემენტარულად გაეცნო, ნახო სხვის მიერ ამოღებული სიტყვა შეიძლება შენთვის გახდეს მასტიმულირებელი, რომ შენც არ აიტანო და არ მოითმინო და კარგია, რომ აი ცნობილი ადამიანებიც სწორ აქცენტებს სვამენ ამ კუთხით და მოუწოდებენ, რომ რა არის ნორმა, რა არის არანორმალური და რა შემთხვევაში უნდა მიმართონ და რა შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურებს და რა შემთხვევაში უნდა ამოიღონ ხმა. ესეც კარგი საქმე არის და ეს ცუკერბერგის მადლობა სწორედ იმით, რომ აი ყველაზე დღეს ბევრი ტელევიზორს არ უყურებს, შეიძლება ტელევიზორს სულ ერთ და იგივე ინფორმაცია არ გადიოდეს და შენ სოციალურ ქსელში ხო ნებისმიერ დროს შეგიძლია. მაგრამ აქაც იგივე განათლებასთან გვაქვს საქმე, ხო, რა შეიძლება მივბაძოთ, მიბაძველობას მართალია არც ერთ კუთხით არ ვემხრობი, მაგრამ აქაც უნდა გაიფილტროს, ხო, რა არის კარგი და რა არის ცუდი. იმიტომ რომ ჩვენი ინტერესები განსაზღვრავს იმ ინფორმაციების მოძალებასაც სოციალურ ქსელში, რა ღირებულებების მატარებელი ვართ ჩვენც, ხო? ალბათ ეს ალგორითმიც კარგად ითვლის, რასაც ხშირად ნახულობ, სწორედ ის ინფორმაცია შემოგვეფეთება ხოლმე. ანუ მაინც მიდივართ განათლებამდე. კი, მე შემხედრია ეს ალბათ თქვენ შეხვედრიათ, რომ აი ამდენი ქალთა უფლებებზე საუბარი, ამდენი ბავშვთა უფლებებზე საუბარი, ამათ ახალისებს მერე ინგრევა ოჯახები და ღალატობენ. ღალატი არის ზოგადად ალბათ რაღაც ახლა შეიძლება რაღაც სხვა ფორმატის საუბარს დაემსგავსოს, მაგრამ მოკლედ ვიტყვი მაინც რომ ღალატი რა თქმა უნდა ძალიან მძიმე ამბავი არის, როცა ორ ადამიანს ერთმანეთთან აქვს ესეთი ახლო ურთიერთობა, ყოწოლქმარი ან პარტნიორები არიან და ან ასე შემდეგ და ოღონდ თანაბრად მძიმე ამბავი არის ორივე სქესის მხრიდან და არა მარტო ქალის მხრიდან. ორივე სქესის მხრიდან თანაბრად მძიმე არის ეს. თუმცა საზოგადოებაში როგორი აღქმა არსებობს, რომ აი ხო, ქალის ღალატი უფრო მძიმე ამბავი არის, ქვეყნიერების აღსასრული დგება ამ შემთხვევაში და ნუ კაცის ღალატი რა მოხდა მერე, ხო, კაცია და ვერ შეძლო საკუთარი თავის გაკონტროლება. ეგეთ შეიძლება მოხდეს, რომ ადამიანმა ვერ გააკონტროლოს საკუთარი თავი. როგორც კაცს, ისე ქალს, მაგრამ თანაბრად უნდა მოვეფხოთ ამ შემთხვევაში ორივეს და თანაბრად უნდა შევაფასოთ მათი ამგვარი ქმედება, ხო? პასუხი რა უნდა იყოს, ხო, მოღალატის მიმართ. ახლა ძალიან ზოგ შეიძლება მოეჩვენოს, რომ ახლა აქ სტუდიაში დაჯდა ორი ადამიანი და მარტივი ამაზე შორიდან ილაპარაკოს, მაგრამ თვითონ რომ დადგეს ესეთი ფაქტის წინაშე, აბა როგორ მოიქცეოდა. ძალიან მძიმე ამბავია კეთანხმებით ნამდვილად. ღალატის თემა რის გამოც ხდება ხოლმე ეს მერე მძიმე შემთხვევები ამ ძალადობებისა. ნუ თუმცა ალბათ ბევრ რაღაცას უნდა მიაქციო ადამიანმა ყურადღება, რომ კიდევ უფრო უარეს სიტუაციაში და ვითარებაში არ აღმოჩნდე. მე მქონია და საქმეები და მყოლია ესეთი ადამიანები, რომლებიც ვერ შეძლეს სამწუხაროდ თავიანთი ემოციების გაკონტროლება და უფრო უარეს სიტუაციაში აღმოჩნდა რეალურად მათ გარშემო ყველა. პირველ რიგში განსაკუთრებით შვილები, როცა მამას იჭერენ მაგალითად ამ ძალადობის გამო, დედის რეპუტაცია ილახება, მშობლებთან ის ურთიერთობა აღარ აქვს ამ ბავშვებს და სტრესი, ტანჯვა ამ ბავშვების გაცილებთ რომ მაღალი ხარისხის არის, ვიდრე სამწუხაროდ მოხდა ესე, ხო, ორ ადამიანს შორის გაჩნდა ვიღაცა მესამე. ალბათ იდეალური დასასრული ამ ურთიერთობისა იქნება ის, რომ თავთავიანთი გზა გააგრძელონ ამ ადამიანებმა ძალადობის გარეშე, ალბათ ერთმანეთს უნდა ისწავლოს ის, რომ სანამ ამ ნაბიჯს გადადგამს, იქამდე ჩააყენოს, მეორე საქმის გულში და არ მოხდეს ეს ტრაგედიები, რაც სამწუხაროდ ხდება. ხო, არ ხდება ნამდვილად, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ჩვენი საზოგადოება ამას ასწავლის შვილებს, ამას ვასწავლით ჩვენ შვილებს, რომ აი ესე არ უნდა მოხდეს, ოჯახი არ უნდა დაანგრიო. ამდენად არავინ არ მოუწოდებს ოჯახის დანგრევისკენ და ნამდვილად ძალიან სამწუხარო არის, როცა ოჯახები ინგრევა, მაგრამ ძალადობრივ ოჯახს, იქ სადაც ცოლ სხვასთან აქვს ურთიერთობა, ქმარ სხვასთან აქვს ურთიერთობა, ასეთ ოჯახს ნამდვილად ჯობია, რომ ეს ოჯახი დაინგრეს და ახალი ოჯახი აშენდეს, ხო? თუ გადაწყვეტენ ეს რომ ახალი ოჯახი ან გააგრძელონ ახლა ცხოვრება, რა მნიშვნელობა აქვს? დანგრეული არ არის ის ოჯახი ისედაც, როცა მამაკაც სხვა ადამიანთან აქვს ურთიერთობა, ქალ სხვა ადამიანთან აქვს ურთიერთობა და ამას ოჯახი ქვია, ხო? ბავშვის ფსიქიკაზე როგორ აისახება ხარ? თქვენ ფსიქოლოგი არ ხართ და არც მე, მაგრამ მარტივი მისახვედრია, როგორ შეიძლება ეს თითოეული წაკამათება, ძალადობრივი გარემო მოქმედებდეს ბავშვის ფსიქიკაზე? ძალიან რთულად, იმიტომ რომ
ბავშვს ორივე მშობელი უყვარს. ნორმალურ შემთხვევაში მისთვის მამაც საყვარელია, დედაც საყვარელია. ხედავს, რომ მამა დედას ეჭხუბება, არ ვიცი ახლა ფსიქოლოგი ნამდვილად არ ვარ და ესე მეცნიერულ დონეზე ვერ ახსნი აქ რა ხდება ამ დროს ბავშვის გონებაში, მაგრამ სხვისკენ არ ვისაუბროთ, ხო, ჩვენ თავზე შეგვიძლია ყველამ ავიღოთ, ხო, რომ ეს აი მე რა დამემართებოდა ახლა, როცა ორივე მშობელი ჩემთვის ძვირფასია, პატივსაცემია, ვბაძავ მათ და ამ დროს ხედავ, რომ აი დედას ურტყავს მამა ჩემი, აქეთ დედის მხრიდან მაგალითად მამის მისამართით აქვს ფსიქოლოგიურ რაღაცა ძალადობას ადგილიან, რა ვიცი 1000-ნაირი ფორმა არსებობს ამ ძალადობის, ხო? რთულია ძალიან ამის ბავშვისთვის ამის გადახარშვა და ესე ძალადობრივ გარემოში ბავშვის ყოფნას ნამდვილად ჯობია, რომ ეს ოჯახი დაინგრეს და ამ მშობლებმა ან შეინარჩუნონ ცივილური ურთიერთობა, ან თუ არ შეინარჩუნებენ, არც ეგ არ არის ტრაგედია. თავარია რომ ბავშვთან კონდეთ ორივე მშობელს ურთიერთობა და რა ხდება, იცით, ესეთ საქმეებს სადაც მე გადაწყვეტენ, რომ რაღაც მიზეზით გაშორდნენ ეს ცოლ-ქმარი ერთმანეთს. ხშირად სამწუხაროდ ბავშვები ხდებიან ვაჭრობის საგანი. ან ერთმანეთზე შურისძიების საშუალებები, რომ მე შენ არ გაჩვენებ ჩემ შვილს. რა უფლება გაქვს შენ უღალატე და მიღალატე და რა უფლება გაქვს შულთან ურთიერთობის, ხო? ან არ ვიცი რაღაცა ძალადობდი, ან არ ვიცი 1000 მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რის გამოც ერთი მშობელი მეორე მშობელს უგზავნებს ბავშვებთან ურთიერთობას. საბოლოო ჯამში ეს ბავშვები, რა თქმა უნდა, მათი ფსიქიკა ძალიან იჩაგრება და ბავშვს ჭირდება ორივე მშობელი. იდეალური შემთხვევა არის, როცა ამ ორივე მშობელს სულ ერთად ხედავს, მაგრამ კარგი ვერ ხედავს ერთად, დაინგრა ეს ოჯახი რაღაცა პერიოდულობით მას ორივე, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ქცევას ორივე მშობლიდან ვიღებთ, ხო? ჩვენს ხასიათსაც, ურთიერთობის წესებსაც, ასე შემდეგ და ამიტომ თუ ერთი მშობელი უგზალავს ბავშვს და ხშირად ეს ხდება არა იმის გამო, რომ მამა ან დედა ცუდ გავლენას ახდენს ბავშვზე, არამედ იმიტომ რომ იმ მამამ ან დედამ, რომელთანაც არის ეს ბავშვი და ცხოვრობს, უდივად აი ეს მეორე იმაზე მშობელზე შური იძიოს ამ ბავშვის საშუალებით, რომ აი მე გამშორდა, მაგრამ აი შვილო ჩემთან არის, არ გაჩვენებ ბავშვს, იმიტომ რომ შენ დაგსაჯო ამისთვის, შენზე ვიძიო შური, ჩემი მიტოვებისთვის გაგებინო პასუხი და ასე შემდეგ და აქ საბოლოო ჯამში ეს კაცი და ხალი კი არ არიან მსხვერპლი. მსხვერპლი არის სწორედ ის ბავშვი, რომელსაც ვერ გაიგო როგორ მოიქცეს, ვინ უყვარდეს, ვინ არ უყვარდეს, ან რატო არ უყვარდეს, ან რატო უყვარდეს, მისთვის ეს ამოუხსნელი არის და დიახ. ბატონო გელა, ძველი თაობა პატივისცემა მათ ჩემგან, მაგრამ აი ხშირად ალბათ ბებია ბაბუების თაობიდან გვსმენია ჩვენ, რომ ოჯახის ღირსება არ უნდა შეილახოს, რომ უნდა მოვითმინოს ყველაფერი და ეს მოთმენა შემდეგ მიდის ალბათ ამ ფატალურ შედეგებამდე, ხო? რაც გვაქვს ხოლმე, ფემიციდზე რომ ვისაუბროთ და ჩვენ არაერთის ეს ახლა ყველა მამის ყველა გადაცემა გამახსენდა, რომელიც ამ თემას მიუძღვენით, რომ ხშირად ჩვენს გვესმის და ვამბობთ რა იმ ოჯახური საქმე და რატომ უნდა ჩავერიოთ, რა ტიპის რეაგირება და თავად მორიგდებიან, ან შეიძლება განვახორციელოთ ზარი და შემდეგ სინანულმა შეიფროს ადამიანი, რომ იქნებ და შერიგებულან და ჩვენ ცუდად მოვიქეცით. სად გადის აქ ოქროს სტანდარტი და ადამიანური თვალსაზრისით და კანონიერი თვალსაზრისი რამდენად იმიჯდება, ხო, ერთმანეთისგან თუ სწორად გადმოვიცრი ისეთ თქმაც ვსურდა. რთული ამბავი არის, რა თქმა უნდა, ამის ფორმულა არ არსებობს, ხო ახლა რაღაცა ცხოვრება არ არის მათემატიკა, რომ რაღაც ჩასვა ხო რიცხვები და მიიღო პასუხი აუცილებლად. შეუძლებელია ამის 100%-იანი ფორმულის მოქმედების გზის შემუშავება. ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური და თვითონ ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ. მე სხვათა შორის აი ჩემი პრაქტიკის დასაწყისში მქონდა ესეთი შემთხვევა ერთ-ერთ სასამართლოში, სასამართლო პროცესში ჩემ საქმეზე ვიყავი ჩასული. სხვათა შორის მოსამართლე იყო უკვე თითქმის საპენსიო ასაკს მიღწეული მამაკაცი ეს მოსამართლე და ჩემი საქმის არა ოღონდ რომ მივედი პატარა სასამართლო იყო სულ ერთი დარბაზია და გარეჯდომას რადგან სხვა პროცესის საქმეს ეხილავდა თან ახლა მეც დამწყები ადვოკატი ვიყავი იმ დროისთვის და ამ პროცესზე დასწრება ჩემთვისაც ესე რომ ვთქვა თვალსაჩინოს გაფართოებას წარმოადგენდა და რომ დავესწარი ამ საქმის განხილვას განქორწინების დავა იყო ახალგაზრდა ქალს და კაცს შორის. ოღონდ ესენი იჯდნენ ჩუმად ორივენი და დარბაზში იჯდა ორივე მხარის მშობლები, ან გოგო მშობლებიც, ბიჭი მშობლებიც და მათი კიდე გულშემატკივრები დაახლოებით 20-25 ადამიანი ესე იქნებოდა დაახლოებით. აი ესენი არ ჩერდებოდნენ. მთელი ის ჰქონდათ ერთმანეთთან დავა, კამათი და
ეს ის პერიოდია, როცა ამდენი მანდატურიც არ იყო სასამართლოში, რაღაცა არ იყო ეს რეფორმები ჩატარებული და მოკლედ ამ მოსამართლემ მიხვდა, ვერ გაიგო მოკლედ ამათი ვინც არის მოსარჩელი და მოპასუხე რეალურად და ვისი დავაც უნდა გადაწყვიტოს, ეგენი ჩუმად ხედავ ხმას არ იღებენ და თქვა რომ დატოვეთო ყველამ დარბაზზე და გაუშვა ეს ხარეები ნათესავების ნათესავები გაუშვა და შეხედა ხა ამ გოგოს და შენო განქორწინება გინდაო? აი სხვადასხვა ახლა დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ეს მოსამართლის ქცევა რაღაც სამოსამართლეო ეთიკის ფარგლებს ცდებოდეს, იმიტომ რომ პირდაპირ ამ სიტყვით მიმართა, რომ ეს მახსოვს, რომ შვილო განქორწინება გინდაო? ნამდვილად ჩვენი სურვილიაო ამ გოგოს ეკითხება და ამ გოგო რაღაცა ჩახარა თავი, რაღაცა ძლივს ესე ოდნავ შესამჩნევად თითქოს დაუქნია. ამბიც მიმართა ეს ბიჭი ჩუმად არის და აზო გეკითხებითო მე მოსამართლე ვარ და უნდა გამცეთ პასუხიო და გიყვართ ერთმანეთიო და ამბიც ეუბნება ახლა და კიო ამ ბიჭმა ამ გოგოსმაც ახლა ამ სიტუაციიდან გამომდინარე ალბათ ისეთ ბად მოერიდა პასუხს გაწევა, მაგრამ სამართალში არ არის მართალია ეგრე, მაგრამ ცხოვრებაში ვამბობ რომ დუბლით ამხობის ნიშანია და ეგრე გადაწყდა. ხო, აბა ახლა მოკიდეთ ორივე ერთმანეთს ხელი და დატოვეთ სასამართლო დარბაზიო და გაუშვა ესენი. არ ვიცი ახლა სიმართლე გითხრათ მათი ცხოვრება მე როგორ განვითარდა და ამას ვერ მივადენებდი ახლა თვალს მარტივიზმის გამო. ჩემი ნაცნობები არ იყვნენ, მაგრამ ისე რომ ზოგჯერ ეს გარშემომყოფებიც აფუჭებენ ამ ურთიერთობას, ხო? აი მართლა ძალიან დიდი პატივისცემა ახლა ხანდაზმულ ადამიანებს, ჩემთვისაც ძალიან ძვირფასი და პატივსაცემი ადამიანები არიან, მაგრამ ჩემი ცხოვრება უნდა გადავწყვიტო მე, თქვენი ცხოვრება უნდა გადავწყვიტოთ თქვენ, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ერთხელ დავიბადეთ ამ ქვეყნად. ერთხელ გვაქვს ეს შესაძლებლობა რომ ვიცხოვროთ და ახლა ეს ცხოვრებაც თუ მეზობელმა გადამიწყვიტა თუნდაც მშობელმა გადამიწყვიტა და ეს თუ აშკარად კონფლიქტი მე არ ვამბობ იმას და არავინ ეს ისე არ გაიგოს რომ აი იქიდან მოუწოდებდა ვინმეს რომ მშობლის აზრი არ გაითვალისწინოს და პირიქით მე ამ სულისკვეთებით ვძდი ჩემ შვილებსაც და ვისაც თანაც მაგ ესეთი ურთიერთობა რომ უფროსის პატივისცემა უნდა კონდეს და აზრი უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ ამასთან ერთად საკუთარი აზრიც უნდა კონდეს და თვითონ უნდა კონდეს გადაწყვეტილების მიღების უნარი. ჩვენზე კარგად ჩვენთვის რა იქნება? კარგი არავინ არ იცის დედამიწის ზურგზე, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის კარგი რა არის? გარეგნულზე მეტად ჩანს შიგნით, ჩვენს გულში, სულში, გონებაში, ხო, რასაც ვერავინ ვერ ხედავს, რა თქმა უნდა, ხო? ხო, რაღაც ემოციური ყოფილება ცხოვრებას თუ თავი დავდებოდ, რაღაც ნივძე ხო გქონიათ, ხანდახან ხო გიფიქრიათ, რომ რაში გადავიხადე ახლა ამდენი ფული, რას მიკეთებს ეს ნივთი, რაში მჭირდებოდა, მაგრამ ეს იმდენად კარგად გამყოფებს, რომ გვიღირს ეს ადამიანებს, ხო? ამიტომ კი მართალია შეიძლება რაღაცა ისეთი გააკეთა იმ ჩვენმა თანამეცხედრემ თუ პარტნიორმა, რაც შეიძლება ამ ქვეყნად დადგენილ სოციალურ ნორმებს ცილდება და არ არის მოსაწონი, მაგრამ მე თუ მასთან თავს კომფორტულად ვზობ, ბოლო-ბოლო ცხოვრება ხო გარკვეულწილად დათმობების კასკადია, ესე რომ ვთქვა, არ არსებობს ესე რომ სულ რაც მინდა ის ყველაფერი ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში. რაღაცას მე ვთქვი, რაღაცას თქვენ ვთქვით და საბოლოო ჯამში რაღაცა ურთიერთობა ეწყობა აქედან და მოდი, დედას და მამას კარგი შეიძლება, რა თქმა უნდა მოვუსმინოთ მათ რჩევებიც და ახლა შემთხვევაში მშობლები არიან ხო მაგალითები როგორ მოვიქცეთ ჩვენ, მაგრამ ჩვენ ახლა ჩვენს ტრადიციებს რო გადავალოთ თვალი, აქ ისე დიდი დოზით არის ეს ნათესავების, ასე ვთქვათ, სიმრავლე, ისე შემოედინება. ნათესავებსაც რო გავწდე, კიდე იმათი ნათესავები და შემდეგ მეზობლები, საერთოდ მივდივართ ხოლმე აბსურდამდე. ბატონო. აქ იმსხვრევა რაღაც მითები. თუ რაღაც კოლექტიური ურთიერთობები ადრე მოდური იყო და არ ვიცი, რის ხარჯზე ითმენდა ისა თუ ის მხარე. ამ ყველაფერს დღეს შეიცვალა რაღაცეები. თქვენ როგორ აფასებთ ამ ჩვენს ტრადიციებს? არ მინდა ჩათვალოს აუდიტორიამ, რომ რაღაც ვებრძვი ამ მხარეს, მაგრამ არის ხო რაღაც საზღურები, რაც ჩემია და იქ არ უნდა შემოვიდეს სხვა. კი, მე არ ვარ ის ადამიანი, ჩემი პირადი დამოკიდებულება თუ აინტერესებს ვინმეს, რომ აიმე ტრადიცია არის და მასზე შეხება არ შეიძლება. რა თქმა უნდა, არსებობს კარგი ტრადიციები და არსებობს ცუდი ტრადიციები. ხო, მაგალითად ის რომ ქმარი არის ოჯახის თავი და მან უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი, ეს ცუდი ტრადიცია არის ნამდვილად, იმიტომ რომ ოჯახში ორივემ უნდა გადაწყვიტოს ოჯახთან დაკავშირებული საკითხები. თუმცა ის რაზეც საუბრობდით, რომ უფროს პატივისცე, რაღაც ეთიკის ნორმები უნდა დაიცვა, ქალს მაგალითად ტრანსპორტში ადგილი დაუთმო და შემდეგ ეს კარგი ტრადიციები არის და ეს უნდა შევინარჩუნოთ კიდევაც და უნდა განვავითაროთ
კიდევაც ქართული ცეკვა, სიმღერა ხა მე არც ერთი არ მეხერხება სამწუხაროდ, მაგრამ ვისაც ეხერხება და ვისაც გამოსდის, ზოგადად ეს კარგი ტრადიცია არის და მონაპოვარია ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის, რომ ესეთი მრავალფეროვნება გვაქვს ესეთ პატარა ქვეყანას და ბევრი რამ შეგვიძლია დავანახოთ მსოფლიოს და ბევრი რაღაც ვაჩვენოთ, რაც ჩვენზე უფრო ხანგრძლივი ისტორიების მქონე ერებსაც კი შეიძლება არ ქონდეთ და არ გააჩნდეთ. ანუ რაც კარგი არის, რა თქმა უნდა, დავიცვათ, მოუფრთხილდეთ. არ ვიცი ახლა ყველა კუთხეს აქვს თავისი რაღაცა, ხო? ახლა მე როგორც სამეგრელოს შვილს, ესე რომ ვთქვათ, ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან თვალწარმტაცი და თვალსაჩინო სანახავი არის მეგრული ოდების სილამაზე და სიგოხტავი. იმერეთშიც არის, ხო? განსაკუთრებით აი სამეგრელოსთან ახლოს ალბათ ეს ერთიანი სივრცის ნაწილი ვიყავით ჩვენ ოდესღაც და ეს რა თქმა უნდა შენარჩუნდეს, ხო? მაგრამ ხა ვიღაცამ რო თქვას, მე სხვადასხვა ესეთ სახში გავიზარდე და დავიბადე და გავიზარდე, ხო? თავისი მინუსები ის რომ თვალით რაც არის სანახავი, შეიძლება მოსახმარად ესე კომფორტული არ იყოს, იმიტომ რომ ზამთარში ცივია, იმნეს ხშირად ვერ იჭერს ესე აშენებული სახლი, ხო? ახლა ვიღაცამ რო თქვას, გადაგიწყდო, არა შენ თუ რამეგრელი ხარ თუ ეგეთ ოდაში ჩემი გადასაწყვეტია, მინდა ოდასავაშენებ, მინდა კოტეჯზე. ანუ აი ესეთ საკითხებზეც კი ადამიანს უნდა მიეცეს თავისუფლება. ეს თუ უნდა შენარჩუნდეს, ამაზე უნდა იზრუნოს ზოგადად საზოგადოებამ. ხო შევქმნათ სამუზეო სივრცეები, ეთნოგრაფიული კუთხეები, სადაც ესეთი რამ იქნება სისხლის აღება, ყველაზე ესეთი ცნობილი და გავრცელებული ტრადიცია. ხო ტრადიცია არის, მაგრამ ხო ამაზე ხო შევთანხმდით უკვე წლებია რომ ეს არ არის კარგი ტრადიცია. ხო ეს არის ძალიან ცუდი ტრადიცია, როცა გვარები გადაშენდა და ახლაც არის ხო ის ყველაზე მეტად ეს მთიან კუთხეებში იყო საქართველოში გავრცელებული და იძებნება კიდევაც გადაშენებული გვარები, სვანური გვარები, სწორედ იმიტომ გადაშენდნენ რომ ეს სისხლის აღება იყო ეს მანკერი ტრადიცია, რამაც ამ ადამიანების ამ გვარების გაქრობა გამოიწვია საერთოდ და შევთანხმდით უკვე რომ აი კარგი ტრადიცია არის ბოდიშის მოხდის ტრადიცია, რაზეც ჩვენ ამის წინ ვისაუბრეთ, როცა აი აქეთ ყაზბეგისკენ მოხდა ეს დანაშაული, ალბათ ერთი წელიწადნახევრის წინ და როცა ერთმა ადამიანმა მოკლა მეორე ადამიანი და იმ ბრალდებულის გვარის წარმომადგენლები მივიდნენ და ეს ინტერნეტშიც ვისაც აინტერესებს შეუძლია ნახოს ის ფოტოც არის რომ დაახლოებით ალბათ 50-მდე მამაკაცი და მუხლებზე დაჩოქნებმა მათ ბოდიში მოუხადეს გარდაცვლის გვარის წარმომადგენლებს. აი ეს არის ნამდვილად შესანარჩუნებელი და მოსაფრთხილებელი და განსავითარებელი ტრადიცია, იმიტომ რომ როცა რაღაცა ჩვენ დავაშავებთ, ბოდიშის მოხდა არ არის ნამდვილად ცირცხვილი, პირიქით მისასალმებელი და კარგი ამბავი არის. ესე ტრადიციებს მოუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ. კარგი, ეგ შესანარჩუნებელია, მაგრამ პირობითად რომ ვთქვათ, რა ტრადიციაში და რა ზრდილობა იტევს, რომ მეზობელი ინტერესდებოდეს ბატონი გელას რძალი პირობითად როგორ ელარჯს აკეთებს და ეს იყო შემდეგ სასაუბრო თემა, არ ვიცი. და ანალიტიკური უნარჩვება. აი ეგ ახლა სამართლის ფარგლებს ხდება ეგ, მაგრამ არა, რატო სამართლიანია თუ უსამართლო მაშინ ასე შევხვდეთ. ნახეთ, აი მან თავისი მიზეზი აქვს. როცა მე საქმე არა მაქვს, ადამიანი ვარ, ხო? ადამიანის ისე არის მოწყობილი, რომ რაღაც ინფორმაცია უნდა ამუშავოს ტვინმა. შეუძლებელია, რომ აი ტვინი როცა ჩვენ გვძინავს, მაშინაც კი მუშაობს, ხო? სიზმრებს დახულობ და ასე შემდეგ, ხო? ხანსა დავცურავთ, ხანსა დავფრინავ და ასე შემდეგ. ხო, რომელ განსუბილებაში ვართ, ღმერთმა უწყის, ხო? აი როცა ამ ადამიანს არ მუშაობს, არ სწავლობს, არაფერი დაკავებული არ არის, აი მე ინტერესდება, რომ ჩემი რძალი რას აკეთებს, ან ჩემი ცოლი როგორ მზარეულია და ასე შემდეგ. თორე ახლა ჩვენ ვის დაკავებულები ვართ, სხვისი ცოლი კი არა, ზოგჯერ ჩემი ცოლის მოსაკითხად დამცალია და ერთმანეთს ვერ მოვკითხავთ ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში. ეგ არის პრობლემა, რომ ეკონომიკურად განვითარდებით, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, დასაქმდება, ამისთვის ნაკლები დრო ექნება, რომ დაინტერესდეს მეზობლის რძალი, როგორი მზარეულია თუ როგორი მეოჯახია თუ როგორი დედა არის და ასე შემდეგ. ალბათ ეს არის აქ გამოსავლელი, რა ვიცი, ახლა ესე სამართლამდე ყველაფერი ვერ დავა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რომ ახლა ამაშიც ვიღაცა ჩაერიოს თუ ამას რა თქმა უნდა არა ახლა ადევნების სტატუსს თუ აბა როგორ აკეთებდა ფოტოებს არ მიიღებს ფოტოებს არ მიიღებს ხო ავხდათ ახლა მოიგითხა ჩვენი ალბათ პასუხი უნდა იყოს რომ იკითხოს და ვიყუროს ხო და დავაიგნოროთ ბატონო გელა ვიდრე ნელ-ნელა დაგემშვიდობებით და შევაჯერებთ ჩვენ შეხვედრას რადგან ქალებზე საუბრობთ მოდი მარტივად დავიწყოთ რა შეიძლება მე როგორც ქალმა აღვიქვა რომ ჩემი უფლებები ირღვევა და კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება რომ როგორც ქალებს ასევე კაცებს და არ ვიცი არსებობს ხო უფლებები და მოვალეობები და ცალკე არ შეიძლება განვიხილოთ რადგან მე ქალი მაქვს ქალი ვარ ყველაფრის უფლება მაქვს მე ბატონო აი ეს მარტივად რომ გითხრათ ეს ზუსტად ეგრე არის რა თქმა უნდა თქვენ თვითონვე შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ რიტორიკული კითხვა იყო იმიტომ რომ თქვენ თვითონვე გაეცით პასუხი რა თქმა უნდა არ არსებობს რომ
არც ერთი უფლება არ არსებობს სევავის მოვალეობის გარეშე. ეს ერთმანეთთან არის კანონებიც რო ნახოთ, თქვენ სადაც უფლებებზეა საუბარი, ზოგადად ერთ მუხში არის უმრავლეს კანონში ეს თავმოყრილი უფლება მოვალეობები, ესე ქვია ხოლმე. რა თქმა უნდა, უფლებები უფრო მოგწონს, ხო, ადამიანებია, ხო, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, კი. ხინგალი უფრო მოგწონს, ვიდრე ხინგლის კუჭი, ხო, ესე არის ეგ ამბავი. გააჩნია ხო, თუ მცირე არის ხინგალი რაოდენობა, შეიძლება კუჭასაც მივეცან. გააჩნია როგორია შიმშილის თონსა. დაახლოებით ეგეთი ამბავი არის აქაც, რომ თუ უფლება გაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ მარტო უფლება გაქვს და მხოლოდ უფლებების რეალიზებით უნდა იყოს დაკავებული. ამ უფლებებთან ერთად აუცილებლად გაქვს მოვალეობებიც და ამ მოვალეობებსაც უნდა ვცეთ ჩვენ პატივი და უნდა შევასრულოთ. ეს ქალი იქნება, კაცი იქნება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ცხადია ამას ამ კუთხით და ამ მიმართულებით. თავარია რომ ქალები გაძლიერდნენ, თვითონ ირწმუნონ საკუთარი თავის და სიძლიერის, ამაში ჩვენც კაცებმაც უნდა შევუწყოთ ხელი. როგორც არის ნათქვამი, ჯობს გვიან ვიდრე არაზროს ალბათ დასაწყისში უნდა მიმელოცა ქალებისთვის ეს ქალთა დღესასწაულები რაც არის ამ თვეში, მაგრამ საერთოდ არ მილოცავს, რა თქმა უნდა, დაგვიანებული მილოცვა ჯობია ალბათ. ულოცავთ, თქვენც გილოცავთ და ყველა ქალს, მანდილოსანს ულოცავ დღევანდელ დღეს, დღევანდელს კი არა, მარტში არსებულ იმ ორ ძალიან ლამაზ დღესასწაულს, როგორც არის დედის დღე და ქალთა დღე, უსურვებ რომ ბედნიერები იყვნენ, ჯანმრთელები თავიანთ საყვარელ ადამიანებთან ერთად ნაკლებად დაჭირებოდეთ ექიმი და ვექილი, ეს ვიცით ხოლმე ადვოკატებმა თქვა. ერითმება ხო რაღაც. დიახ, ექიმი და ვექილი ნაკლებად და იშვიათად დაჭირებოდეთ. ბატონო გელა, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი სტუმრობა, მადლობა რომ ყოველთვის ჩვენს გვერდით. მოდი რადგან მილოცვებით დაასრულეთ, ჯობს და ახლა მოსულიყავით, ვიდრე საერთოდ დავშეხებოდით ამ თემას, რაღაც მინდოდა რა სიმაღლე ყოფილიყო ამ პერიოდში, მაგრამ არასოდეს არ არის გვიან რომ დავფიქრდებთ ხოლმე ჩვენს ქცევებზე, გადავავლოთ თვალი, ზედამიც ალბათ. საკმარისად დიდია იმისათვის, რომ ყოველთვის მოიპოვებოდეს ჩვენი ადგილი, ასე რომ გავბრწყილდეთ საკუთარ თავს და ვიზრუნოთ ასავე სხვებზე. ნუ ყოველ შემთხვევაში თუთ მაინც თუ გავუკეთებთ, თუ კარგის გაკეთება არ შეგვიძლია. ბედნიერ დღეს გისურვებთ, კარგ უქმეებს, მადლობა რომ მონაწილეობდით განაცემაში. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. დროებით აგემშვიდობებით მორიგ საეთერო შეხვედრამდე. ძვირფასო ტელემაყურებლობო დღეისათვის გადაცემა შუადღე ქუთაისში ამით დასრულებულია. ჩემი სტუმარი გახლდათ იურიდიული დახმარების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა დასავლეთ საქართველოს ბიუროს უფროსი ბატონი გელა სიორდია. მე ნანა თევდორაძე ვარ, ლიკა ჩოგავაძე მუშაობდა კადრს მიღმა. გემშვიდობებით ორ შაბათამდე. ნაყოფიერი უქმეები მინდა გისურვოთ. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.